დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის ეს ეტაპი. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადადო სასამართლოს ხდომა 31 მარტს გაიმართება მომდევნო ხდომა. გადადების შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ მათი განმარტებით წარადგინეს დამატებითი მტკიცებულებები და სწორედ დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს სასამართლო. მოსამართლე ნინო სახელაშვილის განათლებასა და კვალიფიკაციაზე საუბარში გავიდა. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი სასამართლოს ხდომის ადვოკატები ითხოვდნენ საქმიდან ნინო სახელაშვილის აცილებას იმ არგუმენტით, რომ მას არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ აქვს შესაბამისი განათლება, თუმცა ნინო სახელაშვილმა საპასუხოდ მიუხედავად იმისა, რომ დაადასტურა, რომ არ აქვს სისხლის სამართლის მიმართულებით კვალიფიკაცია, ასევე განაცხადა, რომ ამის მოთხოვნა კანონში არ არსებობს და მას აქვს უფლება განიხილოს ეს საქმე. ნინო სახელაშვილი რამდენიმე კვირის წინ უვადოდ გამწესებული მოსამართლეა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მან წინა სასამართლოს ხდომაზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მზია ამაღლობელს, ჯერ კიდევ არ იყო უვადო მოსამართლე. ისინი დაცვის მხარე აპელირებდა სწორედ იმაზე, რომ ნინო სახელაშვილს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, თუმცა მან საქმის აცილებაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება მზია ამაღლობელმა ისარგებლა სიტყვის უფლებით და თქვა, რომ მას ეს არის რეპრესიები, თუმცა იმ ფონზე, როცა ისტორიულად საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი იდევნებოდა, მისი სასამართლო პროცესი, ფორმალური სასამართლო პროცესი მაინც ტარდებათ, ის დაეთანხმა დაცვის მხარეს. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ, რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე. შედარებას გავაკეთებთ ალუვია საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ასახლებდნენ და ესე ვთქვათ პრეტენდერო არ ასამართლებდნენ. ამ შემთხვევაში ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მე რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი იყო. ჩართული ხართ სახელმწიფოს მხრიდან მზია ამაღლობელის უკანონო დევნაში. თქვენს მიზანს არ მოადგენს არა მზია ამაღლობელის საქმის სამართლიანი განხილვა, არამედ თქვენს ხელთ არსებული უფლებამოსილების რეპრესიული მიზნით გამოყენება. მზია ამაღლობელის პატიმრობის უკანონო ჩეხარდების გამო თქვენს მიმართ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან გამოყენებულია სავიზო სანქცია. თქვენი მხრიდან არსებობს დაინტერესება საქმის შედეგის მიმართ. წარმოადგენთ ხარისს და მომავალში ვერ შეძლოთ საქმეს წარუწყოთ დამოუკიდებლად და მიუკერძოებულად. არ გაქვთ კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით. სასამართლოს არ შემოადგენდა სისხლის სპეციალიზაციით, არ აქვს ჩაბარებული გამოცდა, თუმცა ვერ მიუთითებს ვერც ერთ კანონის ნორმას, სადაც მსგავსი ჩადაწერი ან მოთხოვნა არსებობს მოქმედ კანონებიდან გამომდინარე. ეს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით არ გისწავლიათ არც მაგისტრატურაში და არც სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა არ ჩაგაბარებიათ. არც გისწავლიათ, არც აგისწავლიათ სისხლის სამართალი. ამას აღსანიშნავია, რომ მე სისხლის მოსამართლე ვიყავი, საერთო კვალიფიკაციით გვაბარებოდი. ის მოსამართლეები, ვინც ვიხილავდით ყველა კატეგორიის საქმეებს, სამოქალაქო, ადმინისტრაციულს და სისხლს, მაგრამ სისხლის თქვენს ბიოგრაფიაში სისხლის კვალიფიკაციის განათლების დამადასტურებელი და მათ შორის სამოსამართლო კვალიფიკაციის დამადასტურებელი არ ვეცდები ამის დადასტურებას. როგორც გითხარით, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვა 31 მარტს გადაიდო, მანამდე კი სულ რაღაც ნახევარ საათში ველოდებით, რომ დაიწყოს პროცესი ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ 11 იანვარს მანამ სანამ მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის სამართალდარღვევაზე დააკავებდნენ, პირველი დაკავება რამდენიმე წუთით ადრე ადმინისტრაციული წესით იყო, მას სტიკერის გაკურის სტიკერს აკრავდა, სწორედ ამ დროს დააკავა პოლიციამ. სწორედ ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით გამოაცხადებს ცოტა ხანში გადაწყვეტილებას მოსამართლეს სალიხ შაინიძე. დაცვის მხარე ამბობს და თავად მზია ამაღლობელიც ამბობს, რომ ეს არის გაყალბებული საქმე, იქიდან გამომდინარე, რომ კადრებში კარგად ჩანს აბსოლუტურად სხვა მოცემულობა, საქმის სხვა ვითარება და სასამართლოზე ცრუ მოწმე პოლიციელებმა, როგორც თავად აცხადებენ დაკავებული და მისი ადვოკატები, აბსოლუტურად სხვა საკითხებზე ისაუბრეს. ცოტა ხანში გახდება ცნობილი ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებით მზია ამაღლობელს ვის შესახებ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე სალიხ შაინიძე. ჩვენ ველოდებით წუთი-წუთზე სასამართლო პროცესის დაწყებას. მადლობა თამარ თედიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.